გუშინ გავმართეთ საინვესტიციო შედეგების პრეზენტაცია საპენსიო სააგენტოსი. ეს უკვე მსგავსი ტიპის ღონისძიება მეორე წელია, რასაც ვმართავთ და ვუზიარებთ ინდუსტრიის წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს ჩვენ საინვესტიციო შედეგების შესახებ. 2024 წელი ჩვენთვის საკმაოდ კარგი აღმოჩნდა. ჩვენი აქტივების მოცულობამ, როგორც აღნიშნე, 6.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მათ შორის დაგენერირებული ამონაგები კი 1.4 მილიარდი ლარი იყო. ეს არის დაახლოებით 11.6% პროცენტული პუნქტი ამონაგების, ხოლო რეალური ამონაგები, რაც ინფლაციის გათვალისწინებით ხდება, ეს დაახლოებით 9.5% იყო. ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და განსხვავებული არის იმ სამი პორტფელის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვმართავთ. როგორც იცით, ჩვენ 2023 წლის აგვისტოში გავუშვით ორი ახალი პორტფელი. ეს არის დინამიკური პორტფელი და დაბალანსებული პორტფელი, გარდა კონსერვატიული პორტფელისა. დღესდღეობით ჩვენი აქტივების დაახლოებით 99% არის კონსერვატიულ პორტფელში განაწილებული, რაც საკანონმდებლო ცვლილებებმა განაპირობა. თუმცა ყველა მოქალაქეს აქვს საშუალება, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი საინვესტიციო პორტფელი შეესაბამება მას. საინვესტიციო პროდუქტები, სადაც თანხები დაბანდება ხდება. რა ტიპის საინვესტიციო პროდუქტები არსებობს? მინდა რომ დავიწყოთ თავიდან, სადაც ეს თანხები შეიძლება დაბანდეს. ზოგადად როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და ითქვათ საქართველოში რის მიხედვით ირჩევა რა ტიპის საინვესტიციო პროდუქტია უკეთესი იმისთვის, რომ ქართველების თანხები იქნას გადანაწილებული. საინვესტიციო სფეროში ორი ძირითადი ტიპის საინვესტიციო პროდუქტი არსებობს. ერთი არის ფიქსირებული შემოსავლის პროდუქტები, რომელთან ასოცირებული რისკებით შედარებით ნაკლებია და შემოსავალი უფრო პროგნოზირებადია და ფიქსირებულია. ეს არის ობლიგაციები, დეპოზიტები და მსგავსი ტიპის ფინანსური ინსტრუმენტები და მეორე არის აქციები, საერთაშორისო აქციები, რომელიც ფაქტიურად გაძლევს წვდომას და ფლობ ამ კომპანიის წილს და მონაწილეობას იღებ კომპანიის ზრდაში. ჩვენი პორტფელიც შესაბამისად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად არის განაწილებული აი ამ ძირითადი პროდუქტების მიხედვით. თუმცა განსხვავდება ის სამი პორტფელი, რომელსაც ვმართავთ, განსხვავებული რისკიანობისა და შემოსავლიანობის პროდუქტებით არის დაკომპლექტებული. რაზეა ეს რისკები დამოკიდებული? რა შემთხვევაში ვიძახით, რომ ეს არის დაბალრისკიანი და რა შემთხვევაში საშუალო და მაღალრისკიანი? ზოგადად აქციების ბაზარი შედარებით მაღალრისკიან პროდუქტად მოიაზრება, ვიდრე ფიქსირებული შემოსავლის პროდუქტები. თუმცა აი საინვესტიციო მიმართულებით გრძელვადიანი ისტორია არსებობს საერთაშორისო ბაზრებზე და ეს აჩვენებს, რომ საერთაშორისო აქციები საუკეთესო პროდუქტია და საუკეთესო საინვესტიციო პროდუქტია გრძელვადიან პერიოდში ამონაგების მიღების მიზნით. ეს არის საუკეთესო პროდუქტი, რომელიც ინფლაციას ამარცხებს, იზრდება ეკონომიკასთან ერთად და შესაბამისად საპენსიო სააგენტოების დიდ ნაწილს სწორედ საერთაშორისო აქციებში აქვთ აქტივების დიდი ნაწილი განთავსებული. რისკი მეტია, თუმცა მოგებაც მეტია. კი, ანუ რისკიანობა გულისხმობს იმას, რომ მეტი მერყეობა აქვს აი ესეთ პორტფელებს. როგორც იცით, აი ეხლა 2025 წლის დასაწყისშიც საერთაშორისო აქციების ბაზარზე გარკვეული კორექცია ვნახეთ, ფასები შემცირდა, რაც ბევრ რამეს უკავშირდება, შეიძლება იყოს გლობალური გეოპოლიტიკური მოვლენები, მაკროეკონომიკური ფაქტორები, რაც რამაც შეიძლება გარკვეულ პერიოდში ფასები შეამციროს, თუმცა ჩვენ ასევე ვხედავდით 2024 წელს, რომ საერთაშორისო აქციების პორტფელი ჩვენთვის ყველაზე მომგებიანი პორტფელი იყო. ამონაგებმა 14.6% შეადგინა ამ პორტფელის. დღესდღეობით როგორ არის გადანაწილებული მოქალაქეების თანხები რისკიანობის თვალსაზრისით? თქვენ ახსენეთ ასევე, რომ არჩევა შეუძლია მოქალაქეს, აი რა პერიოდში ერთხელ ხდება ეს და ვის ვინც არ აირჩევს და ასე ვთქვათ, თქვენ მოგანდობთ არჩევანს საპენსიო სააგენტოს, ავტომატურად ხდება ამ თანხების გადანაწილება? კანონის შესაბამისად ავტომატური პორტფელი ყველა მონაწილისთვის არის კონსერვატიული პორტფელი. კონსერვატიული პორტფელი არის დაბალ რისკს გულისხმობს. ადრევე ძახთით კი დაბალ რისკიან პორტფელს, რომლის ძირითადი ნაწილი დაახლოებით 80% არის ინვესტირებული საქართველოში ფიქსირებული შემოსავლის პროდუქტებში. ეს არის ძირითადად დეპოზიტები, საბანკო დეპოზიტები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. ხოლო საერთაშორისო აქციების წილი კონსერვატიულ პორტფელში არის დაახლოებით 20%, მაქსიმუმ 20%.
განსხვავებული არის დინამიკური პორტფელი, რომლის საინვესტიციო ჰორიზონტი, ანუ გათვლა, რაზეც ანალიტიკა არის დაფუძნებული, უფრო გრძელვადიანია და დინამიკურ პორტფელში აქციების წილი არის დაახლოებით 50-55%, მაშინ როცა ქართული აქტივების, ანუ ლარში დენომინირებული აქტივების წილი კი დაახლოებით 45%-ია. შესაბამისად, ისეთი მონაწილეებისათვის, ვისაც შედარებით გრძელვადიანი საინვესტიციო პერიოდი აქვს, ანუ არიან ახალგაზრდები, მათ შეუძლიათ აი ამ შედარებით მაღალი რისკის აღება, ვინაიდან გრძელვადაში, როგორც აღნიშნე, საერთაშორისო აქციები საუკეთესო საინვესტიციო პროდუქტია მსოფლიო გამოცდილებით. თუ ამ რისკმა გაამართლა, ასე რომ ვთქვათ, რა ხდება ამ შემთხვევაში? ჯერ ისტორიაში, ანუ სტატისტიკა ესე აჩვენებს, რომ არ ყოფილა მომენტი, რომ აქციების ბაზარს რაღაცა 20 წლიან პერიოდში ზარალი ქონოდა. არსებობს, რა თქმა უნდა, კრიზისული პერიოდები, როდესაც შეიძლება 1 წელი, 2 წელი ფასები შემცირდეს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ამას ვუყურებთ, რომ ფასები მუდმივად იზრდება. ჩვენი პორტფელი ასევე საინტერესოა იმით, ჩვენი საერთაშორისო აქციების პორტფელი, რომ ძალიან დივერსიფიცირებული გვაქვს. ჩვენი ინვესტიციები განხორციელებული გვაქვს დაახლოებით 9000-მდე კომპანიაში. აქ შედის ამერიკული, ევროპული, განვითარებული აზიის, განვითარებადი ქვეყნების წამყვანი კომპანიები, რაც გაგვიგია ყველას Apple, Amazon, Microsoft, Samsung და ასე შემდეგ. და სწორედ აი ეს დივერსიფიკაცია გვიცავს იმ უარყოფითი შედეგებისგან, რაც შეიძლება ერთ რეგიონში მოხდეს, მეორე რეგიონთან ნაკლები კორელაციის გამო. სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, რომ რა მექანიზმები და ბერკეტები არსებობს იმის, რომ მოქალაქეებმა არ დაკარგონ ეს დანაზოგები. სავარაუდოდ ეს კითხვა ეხება უფრო დაბალ რისკიანს, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, თუ სწორად გავიგე, საქართველოში არის ხო დაბანდებული. აი რა ბერკეტები არსებობს ამ შემთხვევაშიც და ზოგადად იმისთვის, რომ ამ დანაზოგებს ნამდვილად რაღაცა პერიოდის შემდეგ, ვისაც ასაკობრივად როგორ არის გათვლილი, ნამდვილად აიღებენ მოქალაქეები. რა არის იმის გარანტი, რომ იყვნენ მშვიდად მოქალაქეები? საპენსიო აქტივების უსაფრთხოება არის, რა თქმა უნდა, კანონით განსაზღვრული და მთავარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანდატი, რომელიც კანონმა ჩვენ მოგვანიჭა. გარდა იმისა, რომ საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო გუნდი არის ძალიან კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული, ასევე ყავს საინვესტიციო საბჭო და მმართველობითი საბჭო, რომელიც ასევე უზრუნველყოფენ ამ აქტივების დივერსიფიკაციას და ისეთ აქტივებში ინვესტირებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადაში ამ აქტივებისგან შემოსავლების მიღება. გარდა ამისა, ჩვენი საქმიანობა რეგულირებული არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება და ასევე ყავს სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელიც ჩვენი აქტივობის და აქტივების მონიტორინგს ახორციელებს ყოველდღიურად.